1 საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილმა ასტრონომმა, ასტროფიზიკოსმა და თეორეტიკოსმა ედვინ ჰაბლმა სხვა galaktikების არსებობა დაამტკიცა. 1924 წლის 23 ნოემბერს, 100 წლის წინ, New York Times-ის მე-6 გვერდზე დამაინტრიგებელი სტატია გამოქვეყნდა. იქ შემდეგი ეწერა: სპირალური ნისლეულები ვარსკვლავური სისტემებია. ედვინ ჰაბლი ვარაუდობს, რომ ისინი კუნძულისებრი სამყაროებია ჩვენი galaktikis მსგავსნი. სტატიის ყურადღების ქვეშ ამერიკელი ასტრონომი დოქტორი ედვინ პაუელ ჰაბლი იყო, რომელიც ამბობდა, რომ აღმოაჩინა ორი სპირალური ფორმის ნისლეული, გაზისა და ვარსკვლავებისგან შემდგარი ობიექტები. ეს ობიექტები ჩვენი galaktikis ირმის ნახტომის გარეთ იყო. ისინი რეალურად galaktikები ანდრომედა და მესერ 33 იყო, ჩვენი ირმის ნახტომის უახლოესი მეზობლები. დღეს ათობით მილიონი galaktikis დაკვირვების საფუძველზე ითვლება, რომ სამყაროში რამდენიმე ტრილიონამდე galaktika არსებობს. ჰაბლის განცხადებამდე 4 წლით ადრე ვაშინგტონში გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით დიდი დებატები. მაშინ მონაწილეობდნენ ასტრონომები ჰარლოუ შეპლი და ჰებერ კერტისი. შეპლის ცოტახნისინ დადასტურებული ჰქონდა, რომ ირმის ნახტომი უფრო დიდი იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ. შეპლი მიიჩნევდა, რომ სპირალური ნისლეულები ჩვენს galaktikაში იყო. მეორე მხრივ კერტისი მხარს უჭერდა ირმის ნახტომის მიღმა ობიექტების არსებობას. გარკვეული დეტალების უგულებელყოფით კერტისმა მოიგო დებატები, თუმცა მეთოდი, რომელსაც შეპლი იყენებდა, თავად ჰაბლისთვის მნიშვნელოვანი იყო. მეორე მხრივ შეპლი ამერიკელი ასტრონომის ჰენრიეტა სვან ლევიტის ნაშრომებით იყო შთაგონებული. ვარსკვლავებამდე მანძილის გაზომვა. 1893 წელს ახალგაზრდა ლევიტი დაიქირავეს, რათა გაიანალიზებინა ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოები. მან შეისწავლა სხვა ობსერვატორიის მკვლევრების მიერ გადაღებული ფოტოებიც, სადაც ნისლეულებით შედიოდა. ლევიტი ეძებდა ვარსკვლავებს, რომელთა სიკაშკაშე დროთა განმავლობაში იცვლებოდა. 1000-ზე მეტი ცვალებადი ვარსკვლავიდან მან გამოავლინა 25 ცეფეიდის სახელით ცნობილი ციური სხეული. მისი კვლევის შედეგები 1912 წელს გამოქვეყნდა. ცეფეიდის ვარსკვლავების სიკაშკაშე დროთა განმავლობაში იცვლება, იმიტომ რომ ისინი პულსირებენ. ლევიტმა აღმოაჩინა თანმიმდევრული ურთიერთქმედება. ცეფეიდები, რომლებიც უფრო ნელა პულსირებენ, არსებითად უფრო კაშკაშაა, ვიდრე უფრო სწრაფად პულსირებადი. ამას ეწოდა პერიოდის სინათლის ურთიერთქმედება. სხვა ასტრონომებმა გააცნობიერეს ლევიტის მუშაობის მნიშვნელობა. ეს ურთიერთქმედება შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ვარსკვლავებამდე მანძილის გამოსათვლელად. პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტობისას შეპლიმ გამოიყენა პერიოდის სინათლის კავშირი ირმის ნახტომის სხვა ცეფეიდებს შორის მანძილის შესაფასებლად. ასე მოახერხა მან ჩვენი galaktikis ზომის დადგენა. თუმცა, იმისთვის რომ ასტრონომებს ჩვენი galaktikis ზომაზე მეტი ინფორმაცია ჰქონოდათ, უფრო ზუსტი მეთოდი იყო საჭირო. ვარსკვლავური პარალაქსის მეთოდი კოსმოსური მანძილების გაზომვის კიდევ ერთი გზაა, მაგრამ ის მხოლოდ ახლომდებარე ვარსკვლავებზე მუშაობს. დანიელმა მკვლევარმა ეჯნარ ჰერცსპრუნგმა